მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენ ვიწყებთ კონსერვატორიას, რა თქმა უნდა, ისეთი ამბები ხდება, რომ ყოველდღე უნდა იყოს კონსერვატორია, საერთაშორისო ანალიზით, ასეთი ელვისის ტრამპი რასაც აკეთებს, მე მგონი არც ერთ ამერიკის პრეზიდენტს მსგავსი რამ არ გაუკეთებია, ეჩქარება. უკრაინა დასრულდა. ალბათ ახალი ალტა იქნება დაანონსა კიდევაც, სადაც გაიყოფენ მსოფლიოს ჩინეთი, რუსეთი და ამერიკა. საათნახევარი ელაპარაკა პუტინს ტრამპი. ძალიან ახლოს ვართ საკითხის დალაგებასთანო. ამ საუბარს რა თქმა უნდა არამც თუ უკრაინა, არამედ არც ერთი ევროპელი ლიდერი არამც თუ არ დაასწრეს, არამედ მე მგონი საერთოდ აფსაიდში არიან ეგენი, იმიტომ რომ ხვდებიან ერთმანეთს ჯიგრები საუდის არაბეთში და ალბათ ეს ქვეყანა გახდება შუამავალი. ევროპა წიოკობს, საშინელ დღეშია. ეხლა ტრამპმა თქვა, რომ მიუნხენში, რომელშიც თურმე დიადი მოღვაწე ოფიციალური პრეზიდენტი ჩადის, დედაბერი კუდიანი. იქ რაღაც ამბები უნდა დატრიალებულიყო და აღმოჩნდა, რომ უბრალოდ დაელაპარაკებიან ერთმანეთს. მთელი ინტრიგა იმაშია, რომ ამერიკელები დაელაპარაკებიან რუსებს მიუნხენში. ესეთი ამბები ხდება კინოშიც რომ არ მინახავს და ზღაპარშიც რომ არ გამიგია. მოდი ამის ანალიზი დავიწყოთ. ესე იგი, ასე სწრაფად რატო ხდება? რატო არის ჩვენთვის კარგი და ასე შემდეგ. პირველ რიგში, შალომ, მე მინდა დავიწყო იმით, რომ ტრამპმა გააკეთა ის, რაც ძალიან დიდი ხანია თანამედროვე პოლიტიკაში არ ხდება. აკეთებს იმას, რაც დაპირდა ხალხს. რატომ მოხდა ასე არ ვიცი, მაგრამ აი დასავლურ სამყაროში ძირითადად ჩამოყალიბდა ისე რომ პოლიტიკოსები არასოდეს არ აკეთებენ იმას, რაც ამობდნენ არჩევნებზე. და ამის თქმა უკვე ძალიან ბევრი მაგალითით შეიძლება რა. მე აღარაფერს აღარ ვამბობ, მაგალითად იგივე ჩვენის სამეზობლოს ირგვლივ მიმდებარე ტერიტორიებზე, რომ თუ მაგალითად გახსოვთ, ზელენსკი მოვიდა იმ პირობებს დაამთავრებდა ომს, დაილაპარაკებდა ეშმაკთანაც კი და პირიქით ის ანუ არ შეზღუდავდა რუსულ ენას და ასე შემდეგ და ყველაფერი საწინააღმდეგო გააკეთა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. ხოლო აი ტრამპი იქცევა ისე დაკეთებს იმას, რასაც დაპირდა და ეს მის აქციელი შეიძლება ითქვას, ანუ შოკის მომგვრელია სხვა დანარჩენი მსოფლიოსთვის. სხვა გზა არ აქვს. იქნებ ამერიკას რესურსები გაუთავდა, რომ ყველას პოლიციელი იყოს. იქნებ ხაზინაც არიელია უყურე, სწრაფად არის ფულის მობილიზება საჭირო, რომ მარტო ფული აკერია პირზე. არა, შალო, შეხედე ხა ამერიკაში ხაზინაც არიელია, ეს უბრალოდ არასწორია, იმიტომ რომ ამერიკას ყოველთვის შეუძლია უბრალოდ ფული დაბეჭდოს. მოსტაკეთებს ინფლაცია გაზარდოს. ხო, მაგრამ ძალიან ყოველგვარი პრობლემის გარეშე აკეთებს ამას და ჯერჯერობით თავარი სიძლიერე ამერიკის ჯერ კიდევ დიდი ხნის განმავლობაში გაიცა ფასები ჩემი აზრით. კი, მაგრამ აქ მეორე რამეზია გაზრდილია. ლაპარაკი, აი, რა გააკეთა ტრამპმა, რომ ანუ ჩვენ და მე ჩემს ერთ-ერთ სტატუსშიც დავწერე, რა ჩვენთვის აი ნატო არის მნიშვნელოვანი. ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ საქართველოს რა დაიწყო მაგალითად ომი რუსეთთან, რომ ახლა დიადი მიზნებით რომ დაებრუნებდეთ მაგალითად აფხაზეთს, ჩვენ დაგვეხმარებოდნენ რაღაცა ულევი რესურსებით, მოგცემდნენ ულევ შეიარაღებას, მოგცემდნენ ულევ ფულს. ეხლა გამოირკვა, რომ უკრაინას ხვეუბნებოდნენ, რომ თქვენ მიიღებთ შეუზღუდავი ოდენობის თანხებს. და ეხლა გამოირკვა, რომ ეს თანხები სესხია სინამდვილეში. სესხია სინამდვილეში. ანუ 170 მილიარდი დოლარი, რომელიც ამერიკამ დაეხმარა უკრაინას, სესხი ყოფილა და ტრამპმა როგორც კარგ პრაგმატულ პოლიტიკოს შეეფერება რა გააკეთა. ოღონდ მან არის ერთი ძალიან საცილო დეტალი შეიძლება. რა სესხი არის ის, როცა შენ წინასწარ მოელაპარაკები რომ გასცეს. მერე გახდა ეს ყაჩაკობა არის. რაღაც სესხი. ანუ შავ არა, ოფიციალურადაც მაგას სესხი ერქვა. ოღონდ უბრალოდ ამერიკელები ამბობდნენ რომ ეს სესხი არ არის, ეს ასე ქვია. იმიტომ რომ სამდეში ლენდლიზით სესხი იყო თავისუფლად. იცი რომ ლენდლიზით არ განუხორციელებიათ თითქმის არაფერი. ხო, მაგრამ ანუ მე ვამბობ мотивация ოღონდ შეხალო აქ არის ერთი დეტალი ძალიან მნიშვნელოვანი, ეს ქართველების სათაყვანებელ ზელენსკიზე როგორც აბსოლუტურ იდიოტზე კარგად მოქმედებს. ანუ მე ვნახე ძალიან ბევრი ექსპერტი ამბობს ასე რამეს. ტრამპს აქვს ასეთი სტილი, როგორც კარგ ბიზნესმენებს შეეფერება. ის ამბობს აბსოლუტურად არაადეკვატურ თანხას თავიდან. და შემდეგ გვიმდის ვაჭრობა.
ნუ ეგ ხა ხო, ეს არის აი ხო, ანუ ეს არის რაღაც ეს და ვაჭრობის 2x2 რაც ყველაზე ესეთ აი ანუ ისეთ ადამიანებიც კი რომელსაც ანუ ვაჭრობაში არ მიგვიღია მონაწილეობა, ვიცით ეს ჩაოლებური დეტალი, ხო? ბაზარში ყველანი ყოფილვართ რა. ტრამპმა თქვა 500 მილიარდი დოლარის რესურსები გადმომეცითო. და დაუკლებს შეგონია? ზელენსკი შალვა, ანუ შეხედე ანუ ახლახანს იყო მოლაპარაკებები ვენესუელასთან. ვენესუელასთან ამერიკა არის ლამის საომარ მდგომარეობაში. კი, რა თქმა უნდა. და ივაჭრეს. ხო, ბუნებრივია. ანუ კოლუმბიასთანაც იყო და იქაც რაღაც დეტალებზე ორივე მხარე დათმო. აქ არათუ შალ აქ ლაპარაკაზე იცი რომ ზელენსკის რო ეთქვა რომ აი დამიკელი 400 და ტრამპს ეთქვა არაო, ვითხოვეთ ბაზარი არ ამრა აქ. მაგრამ აქ მოდი ესე თქვა რა, აი ზელენსკის შევხედოთ, მეგობრებო. მე მინდა მაიკლ მენის ძალიან ცნობილი ფილმი გავიხსენო, ალ პაჩინო და დე ნირო რო თამაშობენ, ერთი ყაჩაღია, მეორე პოლიციელი, ყველას კი ბატონო, და იქ არის ერთი მომენტი, როდესაც ვაზრაძე არის საუბარი ფასიანი ქაღალდების. ყაჩაღება წაიღეს ეს ფასიანი ქაღალდები და ბიზნესმენს უნდა დაუბრუნონ თავისივე ეს ფასიანი ქაღალდებით, რომ ისინი დაზღვეულია და ორმაგად იღებს ფულს რა. ხო და ეს ბიზნესმენი გადაწყვეტს, რომ არ მისცეს ამათაც თქოს ფული და მოკლას ესენი. და ვერ შეძლებს ამას და ეს ბანდა გაანადგურებს ამ დამპალი ბიზნესმენის კამანდას და ურეკავს. და რო ურეკავს ის თავს ისტერებს ის ბიზნესმენი და ფულიო დაივიწყეო და რატო და მეო ეხლა იცი ვის ველაპარაკებიო? მეორე მხარეს ვინ არისო ისეო ტრუპიაო მეორე მხარეს. ზელენსკის მიცემულ პირობას, ზელენსკის მიცემულ ხოს ან არას არანაირი აზრი არ აქვს. ჩემი აზრით საშინელი აღსასრული ელის ამას. გეთახვევი, მაგრამ აქ მეორე რამაზეც არის დეტალი რა. ეს ზელენსკიზე როგორც პიროვნებაზე საუბრობთ სამშლომს. ანუ ხა ის რომ არაფერს აღარ გადაწყვეტს ძალიან მალე. ხო, ტრამპმა თქვა ძალიან მაგარი მეგობრებო. იგი არა, ერთად ასე. როდესაც კითხეს ტერიტორიულ დათმობაზე მოუწევს ნათახვები. არა, მაგარი რამე თქვა. არა. რეიტინგი არა აქო. ანუ ზელენსკიმ რა თქვა, რა მნიშვნელობა აქვს? ვინ ჩემი ფეხებიაო, ხვდები? ანუ ჯერდებიან რეალ პუტინი, რასაც ამოწმა, სჭირდება ლეგიტიმაცია, ესეც აქ. არა, ეუბნება რომ რეიტინგი დაბალი აქვს და მე რატო უნდა ველაპარაკო? რა საქმის კურსში უნდა ჩავალ? ანუ აი მაგალითად მე ზელენსკის ძალიან ნეგატიურად ვარ განწყობილი, ძალიან არ ცვალავ მაგას და ძალიან ცოტა ადამიანად, მაგრამ ყველაზე საინტერესო მომენტი. ეხლა გუშინ წინ ზელენსკიმ სანქციები დაუწესა თავის მთავარ ოპონენტს პოროშენკოს. პოროშენკოს, მედვედჩუკს და კოლომოისკის. კოლომოისკი ხო ციხეში. ვინც მოიყვანა. მედვედჩუკი გაქცეულია. ხო და რატო უნდა დაუწესოს სანქციები? თავისივე მოქალაქე. არა, აქ მთავარი რა იცი? ერთმა პატარა კონტინენტმა, რომელიც მსგავს რაღაცებს რო გებულობს ხოლმე, მსგავს რაღაცებს გაფიქრებაზე, რომელიც არ არსებობს რეალურად მაგალითად საქართველოში, ატეხავდა რა ამბავს, ხო? სადმე გინახავს რამე რეაქცია ამაზე? ხო, მაგრამ ძალიან ცუდ დღეში არის ზელენსკი და ცოცხალი გადარჩება თუ როგორც ამას სრული გულწრფელობით ვამბობ, არა. ახალშორის მაგ შეთანხმებაზე ხელი არ მოუწერა ზელენსკი. რომელზე? არ მოუწერა წიაღისეულ. იმიტომ რომ როცა გაიგო რომ უიმისო დელაპარაკებიან, მაგრამ ამას რა აზრი აქვს? არანაირი აზრი არ აქვს. თქო. ხო, უკრაინის მდგომარეობა თვითონ მძიმდება. სხვათა შორის აი საინტერესო მომენტი რა არის? აი გაწოლთა რაოდენობა რომ ნახოთ უკრაინაში. აღმოჩნდით რომ გაცილებით მეტ აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიიდან არის გაწვევა ვიდრე დასავლეთის. ეს რას ნიშნავს, რომ ისინი ნაციონალიზმს აწარმოებს დასავლეთ უკრაინა, მაგრამ ფრონტზე მიდის ძირითადად აღმოსავლეთ უკრაინიდან. ანუ აქაც შენახვის ლოგიკა ესე იგი მუშაობს. მეორე ესე იგი მნიშვნელოვანი მომენტი არის ის, რომ ეხლა ანუ ახალი ტექნოლოგიებთან მიმართებაში რატომ ითქვა მაგალითად ირანთან ვაჭრობა ეს აღდგენაზე ხო მასკის მხრიდან. ირანში არის ეს სხვადასხვა ესეთი მასალა, ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი მასალა არის, რაც აი ამ ელექტრომანქანებს ჭირდება ლითიუმი. უკრაინაშიც არის მე. უკრაინაშიც, მაგრამ ყველაზე მდიდარი ჯერჯერობით ახლა რაც ცნობილი არის ირანი. ჩვენ ხედავთ რომ ყოველთვის ბუნებრივი სხვადასხვა ბუნებრივი რესურსი რომელიც ხდება ტექნოლოგიისთვის წამყვანი, ის იმ ხარესთან ურთიერთობა გარკვეულწილად იცვლება. ჩვენ ავტობთან მიმართებაში ეგრე იყო. ჩვენ ხედავთ ახლა
პერეფორმატირებას და ჩვენ ხედავთ ტრამპის ლოგიკას. ტრამპის ლოგიკა ჩემი მიაზრით არის შემდეგი. ის მას არ უნდა მეორე და მესამე ფრონტი. ის ხედავს, რომ უკრაინა არის მისთვის მეორე ფრონტი, მესამე ფრონტი არის ახლო აღმოსავლეთი და რაღაცნაირად გავიდეს ამ ტერიტორიებიდან, იმიტომ რომ მისი მთავარი ამოსავალი ტერი, ესე ვთქვათ, ეს არის ახლა ჩინეთი. ანუ ამერიკული ძალების კონცენტრაცია უნდა მოხდეს ამ რეგიონებიდან, უნდა მოხდეს ჩინეთის რეგიონებში. ამიტომ არის რომ მისი განცხადებები ღაზა სექტორთან მიმართებაში არის აი როგორი არის ხო ყველანაირი ჰუმანისტურ რაღაცა პრინციპებს გაცდა. რაც გინდათ ის პრაქტიკულად ეს უთხრა. ეთნიკური წმენდა გინდათ გააკეთეთ რესტორნები და ისინი ავაშენოთ კი ბატონო მან. უკრაინაზე რა თქვა? რომ ან უკრაინა დარჩება სახელმწიფოდ, ან ის რუსეთი გახდება. ან გახდება ან არა, მაგრამ მე ჩემი ფული უკან მინდა. ეს ფულის საკითხის წინ წამოწევაც ნიშნავს იმას, რომ მე მინდა ამ კონფლიქტებიდან გასვლა. მე არ მინდა ამ კონფლიქტებში განაკარგების გარეშე. ხო. და ფაქტია, რომ ჩვენი ანალიტიკოსები იქით მხარეს, მეორე მხარეს ვერ ხვდებიან ძალიან მარტივ რაღაცას. რომ მთელი ამერიკული პოლიტიკა არის გადართვა ევროპიდან და ახლო აღმოსავლეთის რეგიონიდან შორეულ აღმოსავლეთის რეგიონში. ანუ ჩინეთს. ესაა მთელი სტრატეგია. და ეხლა იმის რესურსი, რომ ამერიკამ როგორც ახლო აღმოსავლეთში, ისე უკრაინაში და ისე ჩინეთში აწარმოოს რაღაცა სამხედრო კამპანიები, ну პირდაპირ არ აწარმოებს ამ შემთხვევაში, მაგრამ მის ფინანსები არის ყველა კონფლიქტში, ხო? არ აქვს ამის რესურსი. არ აღმოჩნდა ამის რესურსი და ხედავს რომ ეს მარტივია, კი, ყველაზე მდიდარია ეხლა ამერიკა, მაგრამ თუ კი შენ სამ წერტილში ხარჯე ესეთი თანხები, სხვა სახელმწიფოს ვერ გაუკაჩო ეს. ანუ კონცენტრირებული თავდასხმა მიდის და ეხლა ეს წელი მთლიანად მე ესე მგონია იქნება ამ კონფლიქტებიდან გამოსვლის წელი. ეს ჩანს კიდევ ბევრ ამერში, მაგალითად მეორე მხრივ აი ეს Black Eagles ქვია, ხო? ეს ახალი სარაკეტო დანადგარები, რომელიც ძალიან ესე იგი ერთი მხრივ საუბრობს მშვიდობას, მეორე მხრივ აღმოსავლეთ ევროპის შეერაღებას იწყებს. ზოგადად ევროპის შეერაღებაზე არის ორიენტირებული, იქ საწარმოებები გადავიდა Black Eagles-ების და ასე შემდეგს. ანუ ფული თვითონ ევროპელებმა უნდა გადაიხადოს მაგაში. თვითონ არ იხდეს. ნახეთ ძალიან ისეთი არის, ჩვენ არ შევხედოთ აი ეს პრინციპი დავიჯეროთ, არ შევხედოთ ტრამპს როგორც პაციფისტს. არა, რა თქმა უნდა. ის არის საკმაოდ მილიტარისტული, ოღონდ ეს მილიტარისტული მიმართულებები მას აქვს ესე იგი ძალიან კარგად დალაგებული. იმანიც რომ უკრაინაში აზრი აღარ აქვს ამ კონფლიქტს, მაგრამ ის რომ რუსეთის ირგვლივ ამ შემთხვევაში ის აძლიერებს თავდაცვის არის ნატოს ქვეყნებში, ხო? ეს ფაქტია და ეს ჩანს ყველანაირ იმაში. ოღონდ ამ შემთხვევაში მარტო ამერიკა არ უნდა იხარჯებოდეს. ეს მის სტრატეგია. მნიშვნელოვანი რომ ფული თქვენ გადაიხადეთ, ხო? ხო, ну, აქ ამ ყველაფერთან ერთად მნიშვნელოვანია რომ ხდება ესე მარტივ ენაზე რომ ვთქვათ რუსეთის მოთაფლა ამერიკის მიერ. როგორც მინიმუმ იმისთვის რომ ჩინეთთან შემდეგ დაპირისპირებაში მან თუ ამერიკას არ მიემხრება და ცხადია ვერ მიემხრება, რაღაცა ტიპის ოპტიმალური ნეიტრალიტეტი დაიჭიროს რაღაც საკითხებში. თუმცა ძალიან რთულია, იმიტომ რომ BRICS-ის პუტინი მაიცის რომ 4 წელიწადში შეიძლება საერთოდ სხვა მოვიდეს იქ და რაც ტრამპმა გააკეთა დაგავში გადაყაროს. ჩინეთი იქნება და თან მით უმეტეს რომ უკვე ორივეს აქვს ჭყალებში წამოკიდებული ისეთი მზარდი ორგანიზაცია როგორც არის BRICS-ი, ხო? როცა და ეხლა თქვათ რუსეთი თუ იქნება შემჩნეული ამ BRICS-ის სახელმწიფოების მიერ, თქვათ ის ამერიკასთან რაღაც ხო მიეყიდა ამ დალაგება, ოკეი, მაგრამ თუ რაღაც ზედმეტად გადაიხარა, ეს უკვე აი ამ ცუდი სიგნალი იქნება თვითონ BRICS-ის კონსოლიდაციისთვის და ჩინეთისთვის. ეხლა შეიძლება პირობითად ტაივანში რაღაც სამხედრო ესკალაცია მოხდეს, ამაზე რუსეთის ნეიტრალიტეტი ჩინეთისთვის მისაღები იყოს, მაგრამ სხვა თემებში, ვაჭრობის თემებში არ მგონია, იმიტომ რომ თვითონ პუტინი ამბობს, რომ მომატყუეს, აი ეს ყოველთვის აი საერთაშორისო პრესაში, ესე იგი თავის პოზიციონირებას ახდენს, როგორც დასავლეთისგან მოტყუებულის და როგორც დასავლეთში, ანუ ის ველური ძმა, რომელიც არ მიიღო დასავლეთმა.
რუსებს საერთოდ ახასიათებთ აი ეს რაღაცნაირი არასრულფასოვნების კომპლექსი დასავლეთ ევროპელების მიმართ, ხო? და აი სულ უნდათ რომ იქ იყვნენ და შეიძლება რაღაც მომენტში ეს არის ის კაუჭი, რომელზე მოჭიდებასაც ტრამპი ცდილობს, რომ აი მოდი წამოვიყვანოთ ესენი, რომ ჩინეთთან მე მაგალითად სანქციების მოხსნის შემდეგ პუტინმა როგორ უნდა მივიწყოს თავისი აღმოსავლეთის შეტრიალება და რატო უნდა დაიწყოს იმ ქვეყნებთან იმიტომ რომ იქ დაალაგდა უკვე მეტნაკლებად და აქ ძალიან სახიფათო ბაზარია რა და არასანდო ამერიკა მისთვის რომელსაც და ევროპა მით უმეტეს ხო ისტორიულ მაგალითს ვიტყვი იმიტომ რომ ეს კონფლიქტი ამ სახელმწიფოებს შორის უკვე მომხდარია 50-იან წლებში კორეის ომი ერქვა ამ კორეის ომის დროს ერთხელ საბჭოთა კავშირი ჩინეთი რეალურად მეორე ხაზი იყო შეერთებული შტატები და ძირითადად შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები და აღმოჩნდა რომ იმ კონფლიქტი დათელი გახდა რომ არც ერთ მხარეს არ აქვს ისეთი უპირატესობა დომინანტური ამიტომაც გაიყო კორეა ხო ეს იყო ლოგიკა იყო რა თქმა უნდა ეტაპები როდესაც ჩინელკორელები იყვნენ იქით იყო მომენტი როდესაც ის იყო მაგრამ როდესაც ჩინელები ჩაერთვნენ და საბჭოთა კავშირი ჩაერთო უკვე ვეღარ ასრულებდნენ საკუთარ ამოცანებს ეხლა რეალობაში რო გადმოვიტანოთ ეხლა აი ტრამპის ერთი გამოცდილება გააქვს რომ შენ რუსეთ-ჩინეთის ალიანს ვერ მოუგებ რა ეხლა ობიექტურადაც რო ავიღოთ ორი სახელმწიფო სამხედრო ტექნოლოგიური პოტენციალი რა თქმა უნდა თერი ტექნოლოგიურად ჯერჯერობით ჩამოუვარდება შეერთებულ შტატებს მაგრამ შეერთებულ შტატებს აქვს თუ არა იმის რესურსი რომ აწარმოოს ესე ისეთი ომი ჩინეთის წინააღმდეგ რომ კონტინენტური რომ გაიმარჯვოს არა ეჭვებარება არა ამიტომ ძალიან მარტივი რაღაცაა რომ რუსეთს რაღაც უნდა მოუხერხოს ამ შემთხვევაში ეს მოხერხება ტრამპისეული არის დათმობა დანაკარგის გარეშე გაყუჩება რუსეთს ხო მე ვფიქრობ რომ რუსეთის ჩამოცილება ჩინეთიდან თვითონაც ძალიან კარგად იცის რომ გაუჭირდება ჯერ საერთოდ ამ შემთხვევაში ტრამპის პოლიტიკა არის რაღაცა უკვე რეალისტური და თავის ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მიხვდა ის კაცი რომ ეგრე შორს ვერ წავა მაგდენ ფრონტზე გაუჭირდება და ახლა პირველი სამიზნე რომელიც ამოიღო ეს არის ალბათ ბრიქსის ქვეყნების დასუსტება ძალიან დიდი ძალა არის შეკრული უდიდესი რესურსებით და ალბათ ბრიქსს თუ გამოაცლის მაგალითად რაღაცა თუ დაანაწევრებს. რუსეთი უნდა გამოაწესოს. რუსეთს განცხადებებსაც დააკვირითება პირველი ბრიქსზე დაიწყო დარტყმა რომ 100% ის ქვეყნები რომლებიც ბრიქსში არიან გაერთიანებულები ტარიფები 100% მათთან ვაჭრობა და ასე შემდეგ. ეხლა რუსეთის გამოცვლა საიდან დაიწყო? ну რა თქმა უნდა ეხლა ეს უკრაინასთან მოლაპარაკებები და იქ რა დათმობებზე წავა ეს ერთი და მეორე რაც გადაუგდო თუ დააკვირდით G7 უნდა იყოს G8. აბა ეგა გახდეს ისე უნდა გახდეს ისე უნდა გახდეს G7 G8 ბრიქსს გაეცალა ჩვენთან მოდი უსამართლოდ მაინდამაინც არ დაუფიქსირებია მაგრამ რუსეთი არ უნდა გაერიცხათ ამ G8-დან ეს უნდა ყოფილიყო ანუ ქვეყანა რომელთანაც რაღაცა პრეტენზიები გვაქვს და სწორი მიდგომაც არის თქვა პრეტენზიები რომ გაქვს ის კაცი აგერ უნდა გიჯდეთ ეკონომიკას ძალიან დიდი აქვს როგორ შეიძლება ამ ეკონომიკის რუსეთს გულისხმობ იქ G7-ში ვიწყო ნახევარზე მეტზე ძლიერი ეკონომია გერმანიაზე უკვე აქვს გერმანიაზე ძლიერი ხო ნუ ეხლა განსაკუთრებით ბოლო 3 წელიწადში თავისი გასაკეთებელი გააკეთა მაგრამ ეს კაცი რეალურად უყურებს ანუ რეალ პოლიტიკა წამოვიდა ამერიკიდან ანუ ეხლა როგორ არის უყურე მანამდე პოლიტიკა გაერთიანებული იყო ევროპის და შეერთებული შტატების ანუ ერთ რა თქმა უნდა ეს ამერიკიდან მოდიოდა მაგრამ ფაქტიურად ერთი პოლიტიკა იყო ეს რაღაცა აღქმებზე დაფუძნებული იყო და ეს რაღაცა ჭრელი LGBT პროპაგანდის გატარება ხო ეხლა შეიცვალა რეალობა ამერიკის პოლიტიკა სულ სხვა არის და დარჩა ევროპა ისევ იმ მდგომარეობაშია ევროპა, რომელსაც ნელ-ნელა რა თქმა უნდა გამოეცლება რამდენიმე სახელმწიფო და თავისთავად ხადია რომ შესუსტება. ესენი თუ გონზე არ მოვიდნენ, მაგალითად ევროპა თუ გონს არ მოეგო,
ეს იქნება მათი როგორც ევროკავშირის დასასრულის დასაწყისი. მაგრამ რა თქმა უნდა, შემდეგ ნელ-ნელა ისევ გადაერთვებიან იმ ნარატივზე დაჯდებიან, რასაც თქვათ ამერიკა აწარმოებს. თავისთავად ცხადია, პირველი სამიზნე არის ჩინეთი. ეხლა თავიდან მოცილება უნდა რაღა დროს ზელენსკი და უკრაინა. არა ხო, ზელენსკი და უკრაინა, რა თქმა უნდა, ეს უნდა ჩამოწეროს და ყველა უბედურება რაც არის, უნდა დააბრალოს. ხო, პირდაპირ განაცხადა, რომ ეს იყო ჩვენი ქვეყნის, თქვათ, მმართველების ბაიდენის შეცდომა, როდესაც უბიძგა ნატოსკენ, ხო? ხო გახსოვთ ჩვენმა წინა პრემიერმა რომ განცხადება გააკეთა, რომ ომის თავარი მიზეზი ნატოსკენ სწრაფვაო და აქ რა კრიტიკა დაიწახა. აქ არა კაცო, ამათ თავიდან ესე ყველაფერს აკრიტიკებენ რა მნიშვნელობა აქვს. კიდე დაუკვეთეს რა თქმა. იქ ევროპაში და ამერიკაშიც რა ამბავი იყო მაგასთან დაკავშირებით, რომ შენ როგორ გაბედე ამის თქმა, რომ ეს არ არის. რაც ყველა მიცის. ეს რა თქმა უნდა, ყველა მიცოდა, ხო, ამ თავარი იყო ახმები. რეალური პოლიტიკა და განსაკუთრებით ხაზს უსვავს თავისი ქვეყნის სარგებელზე. ეხლა ამას გინდა ბიზნესმენი დავარქვათ, გინდა თავის ქვეყნის პატრიოტი ადამიანი, სარგებელი. მე თქვენ მოგეცით ფული, ჩემმა ქვეყანამ გაიღო ფული და თუ კიდევ მეუბნები რომ მე რაღაცა ფორმით უნდა მოგეხარმარო, შესაბამისად მე ამის გარანტია უნდა მქონდეს რომ მე ამას ამოვიღებ. ხო პირდაპირ ლაპარაკობს, ეხლა მე ფული გაძლიო, რისთვის გაძლიო, პერსპექტივაში ის არ მქონდეს რომ ფული ამოვიღო, ამიტომ მომეც გარანტია თქვათ რა, როგორც ჩვეულებრივ ცხოვრებაში, ბანკში ჩადე შენი ქონება და მე ამის მერე მოგწენ ფულს. ეს არის რეალური პოლიტიკა, თავის ქვეყნის ინტერესებიდან გამოდის, რომელიც არის ეროვნულ ღირებულებებზე, რა თქმა უნდა, საზოგადოებას რაც დაპირდა, ეროვნული ღირებულებები. აქ არის საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ პირველ რიგში უმრავლესობის ინტერესები უნდა გაატაროს და თავის ქვეყანას რაც ჭირდება, ის უნდა გაატაროს და დანარჩენი უკვე აღარ მახსოვს თავდაცვის დიონმა გააკეთა განცხადება, ბოლო განცხადება იყო, ალბათ ნეტთან დაკავშირებით იყო, ნეტს შეუზღუდეს ეხლა ფინანსები რო აღარ მიცეს და ჩვენ ინტერესებში არ შედისო სხვადასხვა ქვეყანაში აწინას მომდა ამის შემდეგ მას კი იყო შეიძლება მეშლება რევოლუციის სხვადასხვა ქვეყნებში არ გვინდა აღარ არის ჩვენი საქმეო რა და ესენი მხოლოდ და მხოლოდ ამას აკეთებდნენ ერთიც და USAID-ის და NED-ის. ანუ ეს ხო იმ ქვეყნის სახელმწიფო პოლიტიკა იყო. ანუ პირდაპირ გვეუბნებიან, რა თქმა უნდა, ერთს ამობენ ხოლმე და მეორეს აკეთებენ. ამჯერად არ ამგონია, რომ გულწრფელები არიან. ვნახოთ ამ შემთხვევაში დასაწყისში გულწრფელები არიან, რასაც ამობენ, იმას აკეთებენ, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ მათ აქვს მხოლოდ და მხოლოდ ერთი ამოცანა თავის ქვეყნის გაძლიერება და შესაბამისად ნომერი პირველი ამოცანა არის ჩინეთის შეკავება და ჩინეთის ეკონომიკისა და დოლარის არ დასუსტება. რა თქმა უნდა, დოლარი ბრიქსი დაასუსტება. ბრიქსის დასუსტების მიზანიც ეგ არის ზუსტად რა. და სათქმელი აქვს მაგალითად რუსეთს, რომ შენ SWIFT-ი ამიგზალე და ჩემი აქტივები დააპატიმრე და აბა რა მექნაო, ხო და ეს აქტივებიც გაიხსნება და ყველა სანქციაც ალბათ მოიხსნება. საინტერესო დისკუსია, რეკლამით უნდა გავწყვიტოთ და რეკლამა მალე გაივლის რეკლამა.